ჩვენ ისე შევხვდით დღეს პარასკევს ტელერადიო კომპანია რიონის პირდაპირ ეთერშია პროგრამა კოლაჟი. საინტერესო ბიოგრაფია, პოლიტიკა, ბიზნესი, პიროვნული თვისებები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი და ამბიციები. დღეს გადაცემის სტუმარია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. დიდი მადლობა ბატონო პაატა, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ სტუმარი ტელერადიო კომპანია რიონის და ჩვენ ახლა გვისმენს და გვიყურებს მაყურებელი, რომელსაც შეუძლია მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ თუ როგორი განვითარება იქნება იმერეთს და რა პერსპექტივა აქვს, არამედ მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ საინტერესოა იმერელმა მოქალაქეებმა და იმერეთმა გაიცნოს თქვენი პიროვნება. მოგესალმებით. მოგესალმებით. და დიდი მადლობა. თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო CV და მე პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ სხვა კითხვები არ ვიცი როგორ უნდა მომეფიქრებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოდი მივყვეთ CV-ს, ოღონდ ამოვაყირავებ. CV-ს პრინციპი იქნება, არ იქნება დაცული და დავიწყებ არა იმით თუ რა არის დღეს თქვენს ცხოვრებაში, არამედ იმით თუ რა იყო გუშინ. და გუშინ იყო ის, რომ პირველი რაც შემიძლია გითხრათ, რომ მე ის რაც შევიტყვე, ეს არის, რომ თქვენ ჩაერთეთ პოლიტიკაში ძალიან ახალგაზრდა. და პირველი კითხვაც ასევე მაქვს, იმ დროს გქონდათ თუ არა გათავისებული, რომ თქვენთვის პოლიტიკა იქნებოდა თქვენი ცხოვრების ლოკომოტივი, თუ უბრალოდ იყავით ახალგაზრდა, ენერგიული და გინდოდათ ყოფილიყავით ლიდერი და გქონდათ ამბიცია, რომ სადღაც თქვენი აზროვნება დაგეხარჯათ. ანუ იმის კითხვა მინდათ, რომ თქვენ უკვე ფლობდით ინფორმაციას თუ რა იყო პოლიტიკა, თუ ეს იყო იმ დროს რაღაც დროსთან მიმართებაში სპონტანურად გაკეთებული მოქმედება და არჩევანი. მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ აქ მოწვევისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დღევანდელი სტუმრობა არ იქნება პირველი და უკანასკნელი. მე მინდა მივესალმო ტელემაყურებელს, მინდა მივესალმო რადიო მსმენელებს. ასე რომ მზადა ვარ თანამშრომლობისათვის, მზადა ვარ იმისათვის, რომ უფრო ხშირი სტუმრობა გქონდეს, ესე ვთქვათ, ამ ტელევიზიაში. მე ვიცი, რომ თქვენი არხი ძალიან ბევრ რაიონში გადის და ზოგადად ხანდახან იმერეთსაც ცილდება. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ მეორე მზადა ვარ თანამშრომლობისათვის და ხშირი სტუმრობისათვის. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნის საკითხს და იმ ახალგაზრდობაში დაბრუნებას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ნამდვილად არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ესეთი ფიქრი, რომ მე პოლიტიკაში მოვხვდებოდი. რამე თუ არასოდეს არ იგეგმება ეს წინასწარ და არასოდეს ადამიანი წინასწარ არ საზღვრავს, ვინ სად მოხვდება და როგორ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ ვიყავი აქტიური თუ არა, ნამდვილად ვიყავი ყოველთვის აქტიური ცხოვრების მომხრე. ყოველთვის ვიყავი ენერგიულად განწყობილი ახალგაზრდობიდანვე. ამბიციური როგორც ჩანს? ამბიციური ადამიანი ყველა უნდა იყოს, მე თუ მკითხავთ. მე ძალიან ბევრი დიდი ისტორია მაქვს გავლილი, როდესაც წავედი სახელმწიფო სავალდებულო სამსახურში ჯერ კიდე ეს პერიოდი დაემთხვა 99 წლის ამბებს, 98 წლის ამბებს, როდესაც ეროვნული მოძრაობა იწყებოდა საქართველოში. როდესაც იქ ძალიან ბევრმა ქართველმა მოვიყარეთ თავი, სადაც მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში ვმსახურობდი. იყო მაშინ ესეთი მდგომარეობა, რომ ძალიან ქართველების ძალიან ესე ვთქვათ შიში ჰქონდათ, რომ იქ არაფერი მომხდარიყო და ჯერ კიდე მაშინ დაიწყო ჩემი ეროვნულ მოძრაობაში მოსვლა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემში პოლიტიკაში მოსვლის გაღვიძების სურვილი, რომ რატომ მე შევხედე, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობის დგებოდა. გამომდინარე აქედან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ჩამოსვლის შემდეგ დადგა ძალიან ბევრჯერ ჩემი საკითხი მოსულიყავი თუ არა პოლიტიკაში. საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და დანარჩენი მე შემდგომში გავიაროთ როგორ მოხდა ჩემი პოლიტიკაში ჩართვაც. დიახ, მაგრამ მე მაქვს ასევე ინფორმაცია და არ ვიცი შეიძლება თუ არა გავამხილო, იმიტომ რომ რამდენადაც თქვენი ინფორმატორიდან ვიცი, რომ არ გიყვართ ამ თემაზე საუბარი, რადგან ამ დროსთან მიმართებაში ვსაუბრობთ, რომ თქვენ ხართ აფხაზეთის ომის მონაწილე და ჩემთვის ეს არის ძალიან ზემაღალი განცდა და გრძნობა. ნამდვილად ინფორმაცია სწორი გაქვთ. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც მე მომიწია ამ კონფლიქტში ჩართვამ. თუმცა ამ საკითხზე საუბრის გამო ზოგადად თავ შევიკავებ, იმიტომ რომ
ჩვენ ქართველებს რაც ხშირად არ გავიხსენებთ ამბებს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის და ხშირად არ გავიხსენებთ იმ სამოქალაქო ომის პირობებს, როდესაც ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ და სწორედ იქიდან დაიწყო ესე ვთქვათ რღვევა სახელმწიფოს. უნდა ვეძებოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა. აუცილებლად უნდა ვეძებოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა და აუცილებლად ის ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ რამე თუ ეს ყველა სამშობლოა და არა მარტო ჩვენ. დიახ. და ასევე თქვენს ბიოგრაფიაში არის 1998-2000 წლები და 2002-2003 წლები, როდესაც თქვენ იყავით ჭიათურის პირველი ვიცემერი და ჭიათურის საკრებულოს წევრი. და საინტერესოა იმ პერიოდიდან დღემდე თვითმმართველობამ რა ცვლილება განიცადა თქვენი ხედვით და თვითმმართველობის კოდექსი დღეს მუშაობს თუ არა ეფექტურად და ევროპული ქარტია, რადგან ეს მოთხოვნები არის უკვე. მე დავიწყებ იქიდან, რომ როგორ მოხდი პოლიტიკაში, ალბათ ამაზე ვერ გიპასუხეთ. ჯერ კიდევ საზოგადოება თბილისელი ჩამოყალიბდა თბილისში და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი საქართველოში ყოფნა. მანამდე მე უცხოეთში ცხოვრობდი, ჩემი ბიზნესი მქონდა. და როდესაც ჩამოვედი, ჩავერთე პოლიტიკაში, ჩავერთე ამ პროცესებში, როდესაც ქვეყნის სიმშვიდისკენ წავიდა ქვეყნის მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მომიწია ერთ-ერთ რაიონში გამგებლის პირველი მოადგილედ დანიშნა. ეს იყო 99 წელი, მე დავინიშნე მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ყველაზე ახალგაზრდა რესპუბლიკის მასშტაბით. მე ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა მაშინ ჩემს რაიონში და არ დაგიმალოთ იმასაც, როდესაც არჩევნების პერიოდი დადგა. ანუ იმ პერიოდს გულისხმობთ. მე პირველი ვიყავი, რომელიც გადავდექი თანამდებობიდან რაღაც გარემოებების გამო. და არჩევნები თვითმმართველობის არჩევნები როდესაც ჩატარდა, მე პირველ ადგილზე გავვედი, ყველაზე ბევრი მეტი ხმა მივიღე ჭიათურში. დიახ. ეს იყო ეს პერიოდი, ამ პერიოდიდან გამომდინარე ფაქტიურად პოლიტიკა მას დამაინტერესა და იმის შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაში და დღემდე მომყვება ეს ამ პროცესში ყოფნის. რატომღაც ვთვლი, რომ პოლიტიკა არის აზარტი. და თუ ყოფილა ესეთი პერიოდი, როდესაც დაიღალეთ და ჩათვალეთ, რომ ეს მარათონი უნდა შეწყვეტოთ. ან კიდევ ერთს კითხავთ, თუ იყო თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი? პოლიტიკა აზარტი არ ვიცი, შეიძლება არის აზარტი იმისთვის, მაგრამ მე თავიდანვე იმიტომ მოვყვები ჩემი ისტორიის განვლილი პერიოდი, რომ მე ყოველთვის ვიყავი, მე არ მინდა ტრაფარიტულად გაიგოთ, მართლაც ჩემი სამშობლო მიყვარდა, მე ძალიან კარგი ბიზნესი და საკმაოდ აწყობილი ბიზნესი დავტოვე ოცხოეთში და წარმოვედი აქ იმისათვის, რომ ჩემს სამშობლოს გამოდგომოდა ჩემს სამშობლოს. და რა ბიზნესი იყო მაინც მე კი მაქვს CV, მაგრამ მაინც მერჩევნია რომ მე ვიყავ ერთ-ერთი თურქულ-გერმანული კორპორაციის გენერალური მენეჯერი ქალაქ სტამბოლში, მე ვიყავი ქალაქ მოსკოვში გენერალური დირექტორი ამავე ფილიალის, ერთ-ერთი გადამზიდებელ კომპანია იყო, ძალიან დიდი და მრავლის მომცველი, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. მაგრამ როდესაც ჩამოვედი საქართველოში და ვნახე პროცესები იყო ისეთი, რომ სიმშვიდისკენ მიდიოდა ყველაფერი, დავრჩი საქართველოში, მივატოვე ჩემი ბიზნესი ამ უცხოეთში და ვეცადე რომ აქ დამკვიდრებული ვიყავი და აქ დამკვიდრებული ჩემი თავი. ალბათ იმიტომ რომ აქ ოჯახი არის თქვენი და ყავთ სამი შვილი თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ძალიან აქტიური მომხმარებელი ხართ ბოდიში სოციალური ქსელის და საერთოდ ძალიან მომწონს, როდესაც საჯარო პირი და ხელისუფლების წარმომადგენელი არის აქტიური მომხმარებელი სოციალური ქსელის, იმიტომ რომ მგონია რომ ინფორმაციებს ძალიან კარგად იგებს, ეს კარგი ფორმა არის ინფორმაციების მისაღებად და იქ არის ფოტოები თქვენი და პატარა ბავშვების, ძალიან ლამაზი ბავშვების და მგონია რომ თქვენი შვილები არიან, იმიტომ რომ აქ გეცნობით პირდაპირ ეთერში. კი, სწორედ მაგიტომ გითხარით, მე მინდოდა რომ ჩემს ქვეყანაში დავრჩენილიყავი და ჩემს ქვეყანაში ამეწყო ყველაფერი. მე შევქმნი ოჯახი აქ საქართველოში, ვარ სამი შვილის მამა. გოგონა სტუდენტი მყავს, ვიჭი 16 წლის და 6 წლის გოგონა მყავს, მესამე კიდე. ასე რომ და დროს როგორ ანაწილებთ? დროს სხვათა შორის მართლაც ვანაწილებ იმისათვის, რომ შვილებსაც დაუთმო, არ დაგიმალავთ ამას, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მესამე თვე რაც იმერეთში
გუბერნატორის მოადგილედ დავინიშნე უბრალოდ დროის ნამდვილად შეზღუდული ვარ და უკვე იმდენი დროც აღარ რჩება რომ ოჯახს დავუთმო მაგრამ ერთი რაღაცაა რომ ვახერხებ იმას რომ პირველი მაინც ის არის რომ შვილების სოგზაზე დადგნენ და სწორად იცხოვრონ ამ ქვეყანაზე ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი პირველ რიგში. თქვენ სხვადასხვა დროს რამდენიმე განსხვავებულ სეგმენტში მუშაობდით. Ну, ბიზნესი, შემდეგ საჯარო სამსახური, შემდეგ ისე ბიზნესი და მაინტერესებს თავი მოტივატორი. რა იყო? სწორედ ამაშია შეიძლება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ფაქტორი რომ მე არასოდეს ერთი კუთხით არა ვარ აწყობილი რომ დაუხადო ვარ პოლიტიკაში და ეს ყოველთვის ესე გაგრძელდება. არიან ადამიანები რომლებიც მხოლოდ პოლიტიკით ცხოვრობენ. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც სუნთ ქავენ იმ დროს როდესაც არიან პოლიტიკაში. მე ასეთი ადამიანებიც მინახავს. კი, ძალიან ბევრია სხვადასხვა და მე სხვადასხვა ყველას მე ვესალმები, ყველას თავის ცხოვრების წესი აქვს. მე მქონდა ცხოვრების ესეთი წესი რომ მქონდა ბიზნესი როდესაც ჩემს ქვეყანას დაჭირდა მე გადავდგი ეს ნაბიჯი მივატოვე ეს ყველაფერი და ჩაუდექი ჩემს რაიონს ჩემს მართლაც მშობლიურ რაიონს ჭიათურას სადაც მე გავიზარდე მე არ დაგიმალობთ იმასაც და ალბათ ამასაც ჭიათურა ძალიან კარგი თეატრი აქვს შენობაც და ისედაც დასი ყავს ძალიან კარგი უბრალოდ მე წლების წინ ვიცოდი ეს დასი და ახლა არ ვიცი თეატრის შესახებ და გუშინ თეატრალური ძალიან გადავერთე სხვა თემაში და სხვა თემის შესახებ საუბრობ მაგრამ რადგან ახსენეთ ჭიათურა არ შემიძლია თქვა რომ მე მაკავშირებს თეატრი ჭიათურასთან და კიდევ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ჩემს ცხოვრებაში ეს იყო როდესაც ჩვენთან ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო საგანგებო სამსახური ჩამოყალიბებული მაგრამ სწორედ იმ დროს მოხდა ისე რომ ჭიათურა მოტოკიბე აჩუქა ქუთაისს ეს ორი ფაქტი მაკავშირებს ჭიათურასთან გუშინ ალბათ თქვენ ყველას მოგიხსენებათ რომ გუშინ ძალიან კარგი დღე იყო ზოგადად საქართველოს ისტორიაში კი არა იმერეთის ისტორიაში თეატრალურ ისტორიაში და მინდა ერთი რაღაც თქვა საქართველოს თეატრალურ ისტორიაში იმერეთის რეგიონს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ზოგადად ამ მხარეში ერთ-ერთი გამორჩეულია ჭიათურის თეატრი ყოველთვის იყო და არსებობს დღესაც და მე სწორედ აი ეპოქაში გავიზარდე, როდესაც თეატრი აღორძინებული იყო და თეატრი დღესაც რომ მკვდარი არ არის იმერეთში და თეატრი ფეხზე დგას, მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ხელოვნება გადაარჩენს ძალიან ბევრ ფაქტორში საქართველოს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ კულტურა, ხელოვნება ყოველთვის იყო მახასიათებელი ქართველი ერის, ქართული გენის. გამომდინარე აქედან მე თვითონაც ახლოს ვიყავი ხელოვნებასთან, ალბათ თქვენ იცით ჩემს ეს. ვიცი, მაგრამ ნუ მაინც მომერი და მეთქი იქნებ ცდარი ინფორმაცია მაქვს ხო და თუ არ ვწდები, შეიძლება შეცდომა დაუშვა, თქვენ იყავით მოცეკვავე და თან ლეგენდარულ ანსამბლში ცეკვავით სუხიშვილების მოცეკვავე იყავით. ხმამაღალი ნათქვამია მოცეკვავე, ნამდვილად მოცეკვავე. რაღაც ეტაპზე თქვენი სუხიშვილების ერთით გომა, ნუ რაღაც ისეთი ძალიან სერიოზული ფაქტია. მოცეკვავე თუნდაც არ იყო სოლო შემსრულებელი. ვიყავი ჭიათურის სახელმწიფო ანსამბლში, რომელიც ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და სკოლის მოსწავლე ვიყავი იმ პერიოდში. ჩავერთე ამ პროცესში თითქმის 9-10 წელი ამასაც გავიარე ეს ყველაფერი ვიყავი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ანსამბლის მონაწილე და სხვათა შორის სოლისტიც არ დაგიმალავთ და რაღაც პერიოდი პატარა პერიოდი სუხიშვილებშიც მომიწია პატარა პერიოდი ეს მაინც ამაყურებდა არ ახალ პროფესიონალი უკვე და არ ეგავთ ქორეოგრაფია არჩეული თქვენს პროფესიად და მიმართულებით კი არა ეს ახლა ბავშვობის წლებში მოხდა თუნდაც იმას ნიშნავს რასაც ჩემთვის პირადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ როგორც თქვენ თქვით ხელოვნება არის თავად ჰუმანურობა ეს მე არ ვიტყვი ჩემო კარჩხაძემ თქვა და ალბათ როდესაც საჯარო მოხელეს უყარს ხელოვნება ის იქნება ძალიან ადამიანური და ჰუმანური. მე არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი პროგნოზს თქვენ როგორი იქნებით, მაგრამ რაღაც ისეთი თვითონ ის ფაქტი რომ თქვენ გიყვართ ხელოვნება არის ძალიან სასიამოვნო. ჩემთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არა მარტო ჩვენ, ყველა ქართველს მე ესე ვიცი და არწმუნებული ვარ ამაში და ძალიან მიხარია რომ ქართველები ყოველთვის ამაყობდნენ თავისი კულტურით, თავისი ხელოვნებით და ალბათ ერთი რაღაცაც არის რომ მას მარტო პატანადირაძე არ ამბობს თული ჩვენთანმა ძალიან კარგად ვიცი და მსოფლიო აღიარებს რომ ჩვენ ხელოვნებაში
პირველი თუ არა, ნამდვილად პირველი ნაბიჯების მქონე არა ვართ. უბრალოდ ამას ყველა აღიარებს ჩვენი ხელოვნების შესახებ და კულტურის შესახებ, რომ პირველები ვართ, შემიძლია ესე ვთქვა და ვიამაყო კიდეც. თვისებები, უნარჩვევები, რომლებიც თვლით რომ წარმატებაში დაგეხმაროთ, ან პირიქით თვლით რომ იყო თვისებები, რომლებიც თქვენს რაღაც ეტაპზე, თქვენი ცხოვრების ეტაპზე, ცუდი როლი შეასრულა. შემიძლია ვიყოთ ნამდვილად გულღია, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი ვარ. საკმაოდ ესე ვთქვათ, ისეთი ადამიანი რომ წყნარი მშვიდი, მაგრამ არის რომ ემოციას ჭარბობს ხანდახან ქართულ მამაკაცებში და ეს მეც მახასიათებს არ დაგიმალობთ და ვერ ვიქნები ესე ვთქვათ მართალი თუ ამას დაგიმალობთ. ყველა მამაკაცი, ყველა ქართული მამაკაცი როგორც ემოციურს ისე ვიცნობ და მეც ერთ-ერთად შემიძლია დამახასიათოთ მეც. თქვენ ხართ ახლა გუბერნატორის პირველი მოადგილე, შესაბამისად ეს არის ძალიან სერიოზული თანამდებობა და შესაბამისად ხართ ყურადღების ცენტრში მასმედიის მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად ამ თვისებებიდან გამომდინარე თმენის უნარი როგორი გაქვთ და როგორ შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რამე თქვენ თვითონ აღიარეთ რომ ხართ ქართველი და ხართ ემოციური. მეც ჯერ კიდე ახალგაზრდულ წლებში გამომიმუშავდა, გითხარით კიდეც რომ დიდი ხანია ფაქტურად პოლიტიკაშიც ვიყავი, ბიზნესშიც ვიყავი. და ერთი რაღაცა ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ემოციური იქნება იგი თუ შვიდი ხასიათის თუ სხვა ხასიათის, უნდა შეძლოს რომ დაიოკოს ნერვები, იყოს ესე ვთქვათ, წყნარი მშვიდი, როდესაც ემსახურება საზოგადოებას, როდესაც სახელმწიფოს ემსახურება. მეც ესევე ამ ყველაფერს, რა ვიცი, ნორმალურ ასე თუ ისე ვინარჩუნებ, ფიქრობ რომ ვინარჩუნებ, თუმცა ეს ვიზის შესაძლებელია რამდენად ვინარჩუნებ ამ ყველაფერს. და ერთი რაღაცა არის სხვასაც მოუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, რომ უნდა არასოდეს ყოველთვის ყველა ადამიანმა თავის ემოცია უნდა გადადოს გვერდზე. თავისი ამბიცია უნდა გადადოს გვერდზე და თუ ამ საქმეს მოკიდებს ხელს, რასაც ქვია სახელმწიფო სამსახური, უნდა ემსახუროს საზოგადოებას და ხალხს. უნდა ემსახუროს თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და როდესაც ვსაუბრობთ ოჯახზე, ის ოჯახიც შენი სამშობლოა პირველ რიგში აუცილებლად. მე მინდოდა მეკითხა ყველაზე წარმატებული პერიოდი, მაგრამ ამას შემდეგ კითხავთ, ამიტომ თემას მას გავუკეთებ იგივე თემატიკიდან გამომდინარე, მაინტერესებს როგორ აპირებთ ურთიერთობას არასამთავრობო სექტორთან, მასმედიასთან და თუ არის რაიმე კონცეფცია ან ფორმატი შემუშავებული მედიასთან ურთიერთობის. მე თქვენ ხართ პირველი გუბერნატორის პირველი მოადგილე, შესაბამისად ერთვებით ამ პროცესებში ანალოგიური მკითხვა მქონდა მე ბატონ გუბერნატორთან, ბატონ გევისთან, მაგრამ თუ რაღაც ფორმატში ჩამოყალიბდა უკვე დამოკიდებულება არა, უფრო სწორად კონცეფცია, თუ როგორ რა ტიპის ურთიერთობა გსურთ თქვენ, მედიას რა ტიპის სურს, ფაქტია რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, დღევანდელი ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ პირველივე მოთხოვნაზე თქვენთან უარიც არ მითქვია, ეგრევე ცოტას ჩამოყალიბდი, რომ თქვენთან გადაცემაში მოვსულიყავ. მე წინაპირას უნდა ყოფილიყავი, მაგრამ გამომდინარე იქიდან ჩემი სამუშაო პროცესი როგორიცაა, ხედავდით, რომ უცხოელები იყვნენ ჩამოსულები, ფიზიკურად ვერ მოვახერხე. ამიტომ მე თვითონ დაიკავშირდით და ვთხოვეთ, რომ მოვსულიყავი ამ სტუდიაში. ამიტომ ეს არ არის პირველი, არ არის არც ბოლო და არც იქნება უკანასკნელი. ამიტომ ერთი რაღაცა მზადა ვარ ნებისმიერ მედიასთან, ნებისმიერ ჟურნალისტთან, არასამთავრობოებთან ურთიერთობისათვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვენ უდიდეს როლს ასრულებთ ქვეყნის აღმშენებლობაში. ამას მართლა გეუბნებით და რასაც გესაუბრებით, ვარ გულწრფელი ამაში. იმიტომ რომ მე მედიის გარეშე ძალიან რომ გაგაკრიტიკოს მედიამ, ამ შემთხვევაშიც ასე გულახდილად და გულწრფელად იტყვით, რომ ძალიან კარგია მედია რომ გითხრათ, რომ გამეხარდება და ამით ესე ვთქვათ, სიხარულით აღვივსები არ არის მართალი, მაგრამ ერთი რაღაცაა, რომ ყოველ შემთხვევაში იმ წუთში იქნება თუ სხვა დროს იქნება, აუცილებლად შევხვდები მას და მასთან ერთად გავივლი რა არის ჩემი ესე ვთქვათ მინუსები.
მინუსები და იმ მინუსების გამოსწორებაზე ვეცდები ყოველთვის. ამიტომ ეს ზოგადად პოლიტიკაში, როდესაც ადამიანი ხვდება და როდესაც სცენაზე ადის, ყოველთვის უნდა ელოდოს იმას, რომ ვიღაცა გაკრიტიკებს, ვიღაცა დასტაგიკრავს, ვიღაცა მადლობას ითქვის, ვიღაცა შეგაფასებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხანდახან ჩაკულვაც ხდება ხოლმე, მაგრამ ისტორია აფასებს ნებისმიერ ფაქტს. მაგრამ ერთი რაღაც ყველაზე მთავარი ის არის საზოგადოება, როგორც შეაფასებს ამ ყველაფერს. ისტორია როგორც ეს არის მნიშვნელოვანი. ისტორია ბუნებრივია ბოლოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ასევე არანაკლები მნიშვნელოვანია ის ეტაპები ცხოვრებაში, როდესაც თვლით რომ იყავით წარმატებული და თქვენ მანამ მე გკითხეთ ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი და ვფიქრობთ რომ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობთ და შესაბამისად არ გიპასუხიათ კონკრეტულად იმ თემის შესახებ. ანუ ორი პერიოდი, ყველაზე რთული, მძიმე, შეიძლება ითქვას რომ აღარც კი გინათ მისი გახსენება და ყველაზე წარმატებული პერიოდი. ყველაზე კარგი პერიოდი რომელთაც ამაყობთ. პერიოდები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის და როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად ყოველთვის არის მძიმეც, პრობლემებით სავსეც, გაჭირვებაც, კარგად ცხოვრებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეები იყო მოსაგუნრად ის დღეები, როდესაც მე დავკარგი ყველაზე უახლოესი ადამიანი, ჩემი აღზრდელი, მე ბაბუასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ჭიათურაში. მე ვხედავთ იმისა, რომ ჩემი მშობლები, ჩემი ყველა დედმამიშვილები, ჩვენ 5 დედმამიშვილი ვართ, თბილისში ცხოვრობენ ყველა და მე ჭიათურაში ვიზრდებოდი ბაბუასთან და ბებიასთან და 2 წლის წინ დავკარგე 87 წლის ბაბუა, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო, დანაკლისი იყო. მე მასთან გავიზარდე, მის გარეშე არ ვიძინებდი, შემეძლია ესე ვთქვათ, ბავშვობაში და ამან ძალიან ესე ვთქვათ დიდი დაღი დაასვა, როდესაც იგი ამ ცხოვრებიდან გავიდა. და ასე რომ ის არის ყველაზე მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში, რომ უახლოესი მეგობარი, უახლოესი აღზრდელი ჩემი დავკარგე. ასე რომ ეს დანარჩენი ის რომ ცხოვრებაში გაჭირვება, აღმასვლა და აღასე ყოველთვის არსებობს ყველა ადამიანში და ასე რომ მაგასაც შეგუებული ვარ და ბევრი იქნება კიდეც ალბათ ესეთი, თუმცა ერთი რაღაცა თავიდანვე გითხარით რომ ვარ ენერგიით სავსე, ვარ და ხელის ჩაქნება არასოდეს არ მეყვარს. რაც ყველაზე მთავარი. ოპტიმისტი ხართ ასე. აუცილებლად. გაგილაწუნებიათ თუ არა საკუთარი თავისთვის? საკუთარი თავისთვის გალაწუნებაში გულისხმობთ იმას, რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო საკუთარი თავის შემფასებელი. ხშირად არ დაგიმალავთ იმასაც, ჩემს რაღაც გადადგმულ ნაბიჯზე, ისევე როგორც ყველა ადამიანი აღსარებელია ნაწილობრივ, მაინც ერთი რაღაცაა, რომ ყველა ადამიანი აღსარებაში აბარებს თავის ესე ვთქვათ, განვლილი ცხოვრების შესახებ ასეთ იმებს და ერთი რაღაცა რომ მეც ესევე ძალიან ბევრი შეცდომა მქონია, ბუნებრივია უშეცდომო არავინ არ არის ამ ქვეყანაზე და ჩემ თავზეც ალბათ რაღაცაზე მეც მომსვლია გული ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანს. თუმცა ერთი რაღაცაა რომ იგივე შეცდომებისგან ვცდილობ რომ აღარ გავიმეორო და უფრო სხვანაირად ვიცხოვრო ხოლმე და ის წესი რამაც მე დაუშვათ უკან დამხია ან იმ გადადგმულმა ნაბიჯმა რამაც მე პრობლემები შემიქმნა ის აღარ გავიმეორო და ეს აღარ იყოს ჩემი ცხოვრების წესი. შეგიძლიათ აღიაროთ შეცდომები, ოღონდ არა საკუთარ თავთან, არამედ სხვებთანაც. კი, ძალიან ბევრი შეცდომა მქონია. შეცდომა კიდევ ერთხელ გიმეორებ ძალიან ბევრი. არავინ არ არის და არ მეგულება ვინმე მე ხა თავისი ესე თქვა ცხოვრების წესზე. მაგრამ აღიარება უჭირთ ძალიან ხშირად და გონიათ რომ რაღაც სიამაყე შეიძლება. აი მე ერთ რაღაცას გეტყვით, რომ მე ყოველთვის შემიძლია ბოდიშის მოხდაც თუ რაღაც შეცდომა დაუშვი, ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავ. შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო, შემიძლია პასუხიც ვაგო ჩემს ესე ვთქვათ გადადგმულ ნაბიჯზე, ასე რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც პოლიტიკაში მოვედი დიდი ხანია და ახალგაზრდობის წლებიდან მოვედი პოლიტიკაში, მე ბევრჯერ მქონია ესეთი ესე ვთქვათ პრობლემაც მქონია საზოგადოებასთან ურთიერთობაც, ჩემი შეცდომებიც ბევრი ყოფილა ალბათ ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ არსებობს ადამიანი რომ არ კონდეს ეს შეცდომები, მაგრამ ვცდილობ რომ ის შეცდომები აღარ მქონდეს და მაქსიმალურად სწორი გზით ვიარო. თქვენ ხართ პოლიტიკოსი, ასია, ფაქტია, ხართ ბიზნესმენი, ну, რაღაც ეტაპებში გულისხმობ, ერთდროულად შეიძლება არა, მაგრამ გარდამავალ ეტაპებში, სხვადასხვა ეტაპზე, საჯარო მოხელე და მაინტერესებს, აი, რა პროფესიაზე იფიქრებდით კიდე? თუ რომ იყოს შესაძლებელი, რომ აირჩევდით რაიმე პროფესიას? არა, მე ბიზნესმენი არა ვარ.
მენეჯერი ხარ თუ კაცრავად. მენეჯერი, აი შეიძლება სწორედ ესე ვთქვათ, რომ მე ჩემი საკუთარი ბიზნესი არასოდეს არ მქონია. მე ვიყავ ყოველთვის მენეჯერი და ესე ვთქვათ, ყოველთვის ხელმძღვანელობდი იმ სფეროებს, რა სფეროსაც ესე ვთქვათ, ხელს ვკიდებდი. გამომდინარე აქედან თავიდანაც გითხარით, პოლიტიკაში ჩემი ყოფნა განაპირობა იმან, რომ მე სამი შვილის მამა ვარ და ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვროს სამართლიან და ნორმალურ ქვეყანაში. აი ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი, ნამდვილად გეუბნებით. და ჩემთვის ისაა ყველაზე მთავარი კიდევ რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ და რაც შეიძლება მაქსიმალურად შევძლოთ გაერთიანება. იგივე ძალიან ბევრი პრობლემებია გლობალურად სოფლიოს მასშტაბით და ამ პატარა ქვეყანამ როგორ უნდა შეძლოს გადარჩენა. და დაპირისპირება ერთმანეთთან ზოგადად და ალბათ ძალიან და ჩვენ გავიარეთ არაერთხელ და ნამდვილად აღარ და შედეგიც იყო ძალიან რთული და მძიმე. ნამდვილად აღარ მაქვს სურვილი რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავიაროთ. ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ამიტომ ხშირად საუბრობ და აპელირებას ვაკეთებ ამ საკითხზე. ალბათ დაუკვირდით კიდეც რომ რამოდენიმეჯერ გავიმეორე ერთ და იგივე რომ ქართველების გაერთიანება და ჩემთვის ეს არის ყველაზე ამოსავალი და ამიტომ ყოველთვის ვეცდები რომ ამ სადარაჯოზე ვიდგე, სადაც ქვეყანა სჭირდება. როგორ ფიქრობ თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, როდესაც რაღაც გარკვეული დრო ჩათვალეთ რომ ფუჭად დაკარგეთ? კი, ძალიან ბევრი რა თქმა უნდა. რატომაც არა. ფუჭად ყოველი დღე, ყოველი წელი ვერ იქნება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რომ არ იქა რაღაც სუპოზიტიურებით სავსე იყოს. და სულ რაღაც ესე ვთქვათ საქმიანი გარემო გქონდეს ადამიანს ფუჭათაც დაგვიკარგია ბევრი რამე რა თქმა უნდა და ალბათ ერთი რაღაცაა რომ ადამიანები რა იმდენ ხანს ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ძალიან პატარა ეს წუთი სოფელია მართლაც რო გადახედავ მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ სიკეთით აღივსო და სიკეთი აკეთო სიკეთოთ ესო საქმე ამ ქვეყანას ემსახურო შენს ოჯახს ემსახურო ეს არის ყველაზე მთავარი მეტი არაფერი არ რჩება ამ ქვეყანაზე მე ესე ვჯერა ყოველ შემთხვევაში დიახ, მე ვიდა რომ საქმიანი კითხვებიც მქონდეს და შესაბამისად ახლა გამოვიყენებ ამ დროს საქმიანი კითხვებისთვის თქვენ 2 თვე და 2 დღე არის უკვე რაც დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე, ამ პოზიციაზე და ხართ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე. თქვენ ხართ მენეჯერი, გამოცდილი მენეჯერი, შესაბამისად იცით პოლიტიკა ბუნებრივია და გაქვთ გამოცდილება როგორც საკრებულოს წევრს, როგორც ქალაქის მერის მოადგილეს ვიცე-მერს და შესაბამისად თქვენ დაგხვდათ იმერეთის მხარეში უკვე დალაგებული საკადრო პოლიტიკა. თქვენი ხედვა როგორი არის ამ შემთხვევაში? არის თუ არა ის კადრები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ რომელსაც ხედავს ატანადირაძე მის გვერდით და ერთად შეუძლიათ საქმის კეთება, ან პირიქით აპირებს თუ არა რაიმე ცვლილებას, თუნდაც არა საკადრო პოლიტიკაში, არამედ ზოგადად იმერეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში გულისხმობ პირველ რიგში ალბათ ყველაზე აქტუალურ თემებს, რომლებიც უკვე თქვენ შეგხვდებოდათ ამ 2 თვის განმავლობაში, რადგან ძალიან ზლად გამოდის ახლა ნათქვამი, მაგრამ გრძელი სიტყვა გამოდის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ 2 თვის განმავლობაში მე ვაკვირდებოდი თქვენ სოციალურ აქტივობას და შესაბამისად მივხვდი, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე იყავით ძალიან ისე მობილიზებული და აქტიურად ხართ ჩართული პროცესებში. დავიწყებ ბოლო კითხვიდან. მართლაც ყველა პროცესში ჩართული ვარ და რამოდენიმეჯერ მიწევს ხოლმე ერთი და იგივეს გამეორება. თუ ხარ ხელისუფლებაში საზოგადოებასთან უნდა იყო ახლოს. და ამ პრინციპით მოქმედებთ ჩვენ დღეს გუბერნიაში ბატონი გივიც ჩვენც ალბათ ხედავთ რომ თითოეული დღე არის ჩვენი დატვირთული. რამოდენიმე შეხვედრები საზოგადოებასთან, ხელოვნების მუშაკებთან და ასე შემდეგ, პედაგოგებთან და სხვებთან. გამომდინარე აქედან სწორედ მაგიტომ გეუბნებით, რომ პრობლემები ძალიან ბევრია. რომ თქვათ, რომ საკადრო პრობლემები არ არსებობს ქვეყანაში, ყოველთვის იყო. საკადრო პრობლემა ზოგადად იყო საქართველოში ყოველთვის, დღესაც არის და შეიძლება ხვალეც იყოს კიდე. როგორც და ის რომ მე ჩამოვედი და ყველაფერი დაალაგებულია საკადრო ეს პრობლემები აწყობილი არ არის ეს. ჯერ კიდე ჩამოსაყალიბებელია, რამოდენიმე კონკურსები ტარდება რაიონებში, მე როგორი ინფორმაციაც მაქვს, კონკურსები ბოლომდე არ არის დამთავრებული
თუმცა ამ კონკურსებსაც ალბათ თავისი რაღაც ხარვეზები აქვს, ბუნებრივია და იქნება. თუმცა დანიშნულ პიროვნებებთანაც შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნებიც კი იყოს, მე არც ამას არ დაგიმალავთ, მაგრამ ეს ორი თვე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და გუბერნატორის აკოფნას დაეთმო იმას, რომ ჩვენ სიტუაციის შესწავლას თითქმის მოვუნდით. რაღაც ეტაპზე. ერთი წუთით უნდა გკითხოთ, თქვენ თქვით და საწყისში მაინც პირველ თვისებებს ვამახვილებ ამ შემთხვევაში ყურადღებას, რომ ხართ ძალიან თბილი და ჩანს კიდეც ეს და როდესაც საქმე ეხება უკვე საკითხს, პრინციპულ საკითხებს, ამ შემთხვევაში როგორ შეძლებთ რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და ბოდიშით რომ შეგაწყვეტეთ და ისევ თემა განაგრძეთ. სწორედ იქ ჩენს ხოლმე ჩემში ის ემოციურობა და იმ შევხედე თუ ადამიანი საქმისადმი არ არის განწყობილი ისე როგორც უნდა იყოს და მით უმეტეს ჩინოვნიკი სწორედ იქ იჩენს ჩემში აი ის თვისება რომ ჩვენ მე მასთან ვეღარ მეგობრობ ეს შემძლია პირდაპირ გითხრათ და სწორედ მეგობრობა არა და საქმიანობა როგორ გაგრძელდება საქმიანობა ყოველთვის გრძელდება ისე როგორც ეკადრება საქმეს და როგორც ეკადრება ხვალინდელ დღეს იმიტომ რომ ერთი რაღაცა როდესაც ხედავ რომ შენი თანამშრომელი შენი გვერდზე მდგომი შენი გუნდის წევრი არ აკეთებს იმას როგორც შეეფერება ესე ვთქვათ სახელმწიფო მიდგომას იმ გუნდურ პრინციპებს ბუნებრივია უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ესე ვთქვათ საკადრო საკითხი წინაშე უნდა დააყენო იგი ან უნდა გაუშვა სამსახურიდან ან შენიშვნა უნდა მისცე მე ხშირად მიწევს ამის გაკეთება არ დაგიმალავთ და ხვალაც ბევრი მომიწევს არც ამას არ დაგიმალავთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ორი თვის განმავლობაში მე სწორედ ამ პროცესების შესწავლას უნდებოდი ასე რომ თქვენ გაქვთ პასუხისგებლობა ანუ რაღაც ეტაპზე თქვენი ცხოვრების პასუხისგებლობა არის რომ ბატონ გივისთან ერთად თქვენ შეძლოთ იმერეთის მხარეში რაღაც პერსპექტივისგან ნაბიჯების გადადგმა გამოდიოდა და ალბათ ეს გიწყობთ ამ შემთხვევაში ხალხს რომ თქვენ რაღაც ისეთი ემოციებზე უფრო მაღლა დააყენოთ თქვენი თუნდაც საქმიანი მოთხოვნები ალბათ ჩვენ აქ არ ვიქნებით ემოციურები მაგას პირდაპირ გეუბნებით ვიქნებით საქმიდან გამომდინარე ვინც ამ გუნდურ ნაბიჯებს ვერ აყვება აუცილებლად გავა გვერდზე და თავის საქმეს მოძებნის ეს არაფერი არ არის აქ ჩვენ არავის არ ვემუქრებით და არც ერთი რაღაცა რომ მე მზადა ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს და 24 საათიან რეჟიმში გვიწევს ჩვენ გუბერნიას მუშაობა ბატონ გივის ჩვენ გამომდინარე აქედან ვინც ამ ნაბიჯებს ვერ აყვება ბუნებრივია გავა თამაშიდან და თავის საქმეს მიხედავს ეს მოთხოვნა არ არის ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ეს არის ის ცხოვრების წესი რა ცხოვრების წესას ითვალისწინებს სახელმწიფო მოღვაწეობა მე ესე ვთვლი და ესე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ვინც ამას აყვება, მე მზად ვარ თანამშრომლობისათვის. აქ სწორედ მე თქვენ რაც შემეკითხეთ წეხან ის რომ ახლობლობა, იმეს კეთილგანწყობა აქ ჩემში აქ უკვე ეს ყველაფერი იკარგება. აი პროექტები რომელიც უკვე თქვენ რომელთან სამართლითაც თქვენ უკვე გაირკვიეთ და რომელიც უნდა განხორციელდეს იმერეთში. პროექტები რაც შეეხება პროექტების განხორციელებას ამას ალბათ ეს გადაცემა არ ეყოფა და ცოტა დიდი შეფასება არ არის საქმიანი გადაცემა ეს არის უფრო პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე უფრო პიროვნების წარდგენი გადაცემა მაგრამ თუ შეიძლება რაღაც ისეთი მონახაზის გაკეთება მონახაზის გაკეთება ძალიან მოკლედ გეტყვით რომ წელს იმერეთში დაახლოებით 55 მილიონი დაიხარჯება აქ ძალიან ბევრი პროგრამები ახლა რო ჩამოყვი დაახლოებით 10% და აქ საბავშვო ბაღების გზების რეაბილიტაციები და რავი ძალიან ბევრი რაღაცა ვერ მოგიყვებით ესე უცებ რა შემიძლია ჩამოგითვალოთ რა ვიცი საცხოვრებლების სახლების ფასადების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი სახლების ეზოების მოწყობა, ლიფტების ანეაღური არხები, ხიდები და ასე შემდეგ, სასმელი წყლის მომარაგება, სოფლის პროგრამები, სადაც სოფლებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მე ვხედავ, იმიტომ გეუბნებით თითქმის ყოველდღე გასული ვართ, მე ოთახში ვერ ვნახავთ ფაქტიურად, სულ გასული ვარ, სულ შეხვედრებზე ვარ სოფლის მოსახლეობასთან, რაიონში და ამ პრობლემებს ჩემი თვალით ვხედავ. ჩემი თვალით მინდა ვნახო ეს ყველაფერი ისევე როგორც გუბერნატორი თავის თვალით ხედავს ამ ყველაფერს და ამიტომ ჩვენ თვალით ნანახის გასწორება უფრო ადვილი იქნება მომავალში. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებთ 55 მილიონი წელს დაიხარჯება იმერეთში 2015 წელში, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს პირობებს.
და შემდეგი წლები უფრო პოზიტიური იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ერთადერთი საშუალება გახდა უფრო ჭკვიანი არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს. ეს არის ჭადრაკის საფუძველი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? რაც შეეხება თამაშს, ახლა ახლა მე დავაზუსტებ ეს იმიტომ რომ ვთვლი რომ ცხოვრებაში სადაც გინდა წარმატებას მიაღწიო, თუნდაც სამშობლოსთვის, თუნდაც ქვეყნისთვის, რადგან ერთგვარი აზარტია თქო ეხლა თქვი, თამაში სხვა ფორმატია, უბრალოდ სურვილი არის ძალიან დიდი. ეს ჭადრაკის საფუძვლებში წერია, ასე ზუსტად უბრალოდ მე გულისხმობ შინაარსი და არა ის რომ ზუსტად სიტყვით თუ რასაც ნიშნავს თქვა თამაში. ანუ შინაარსი უფრო მეტად გულისხმობ. კი, აი, სწორედ მაგითო ვთქვი, ჩვენ ეჯიბრებით უფრო მეტად. ჩემი პირველი სტუმრობაა დღეს თქვენთან და ესე ალბათ ერთი გადაცემით ჩვენ ერთმანეთს ვერ გავიცნობთ, ბუნებრივია და მინდა რომ აი ხშირი იყოს ჩვენი სტუმრობა, არა მარტო ამ გადაცემაში, ზადავარ ნებისმიერ, ესე ვთქვათ, ტელევიზიაში მივიდე და ჩემი საქმე, ჩვენი საქმიანობის შესახებ, გუბერნიის საქმიანობის შესახებ ვისაუბრო. გამომდინარე აქედან ჩვენ ნამდვილად თამაში ცუდი სიტყვა არ არის და არც კარგად შეიძლება ჩაითვალოს ერთი რაღაცაა რომ მართლაც გულწრფელად გეუბნებით რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რაღაც ამ საქმეს ჩაუდექი სათავეში მე არც იმას დაგიმალავთ იცის ეს ყველა თვაისისთვისაც ცნობილია და იმერეთისთვის რომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებადი სამსახური მქონდა თბილისში და ჩამოვედი აქ რომ მე მინდა რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო და სწორედ პირველი ინტერვიუ როდესაც აიღეს მე ზოგისთვის ეს შეიძლება სასაცილოც კი გახდა გამომიყენეთ მეთქი მე პირველი ჟურნალისტებს ეს უთხარი ჟურნალისტების მეშვეობით მიმართე საზოგადოებას მე იმიტომ მიმართე ეს რომ ჩემი რაღაცა ეს ახალგაზრდული ენერგია ეს მინდა რომ გამოიყენოს ესე ვთქვათ იმერეთმა და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო. მზად ვარ დავიხარჯო იმისათვის რომ მინდა რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო და ვიღაცამ ამაზე მადლობა მომიხადოს და პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა ჩემმა იმერეთმა, ჩემმა რაიონმა, რომელსაც მე ვემსახურე რაღაც წლების წინ და ჩემმა ოჯახმა დაინახოს ეს ყველაფერი ჩემი გადადგმული ნაბიჯები და ჩემი ცხოვრების წესი. ამიტომ მე ვეცდები ყველაფერს რომ მართლაც იმერეთში ვიყო, იმერეთი იყოს ერთ-ერთი მართლაც თითით საჩვენებელი რეგიონი გუბერნატორთან ერთად, ბატონ გივისთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. მერწმუნე თამაში. თქვენი პროგრამა მაქსიმუმი. ჩემი პროგრამა მაქსიმუმი ყოველთვის ვარ მაქსიმალისტი პირდაპირ გეუბნებით. ვერასოდეს ვერ ვკმაყოფილდები რაღაც ესე ვთქვათ შუა გზაზე დარჩენით ან ესე ვთქვათ ბოლომდე არ მისვლით და ეხლაც გავიმეორებ და ეხლაც გავიმეორდები რომ ერთი რაღაცაა რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა რადიკალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ. მე ამას ვეცდები და დავიხარჯები ამაში. ხედავს ამას ქუთაისი, ხედავს რეგიონი. რასაც შევძლებ და რასაც გავაკეთებ, აუცილებლად დაინახავს საზოგადოება, რასაც ვერ შევძლებ, აუცილებლად ვიტყვი რომ ეს არ შემიძლია. ეს არის ჩემი პლუსი, ალბათ დადებითი თვისებაც და მე ამას ვთვლი რომ ეს ყოველთვის ესე თუ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტად გვეყვარება ერთმანეთს ქართველებს ერთმანეთი და უფრო მეტად პატივს ვცემთ ერთმანეთს. და თქვენ ძალიან აქტიური წევრი იყავით ქართული ოცნების და მაინტერესებს აუცილებლად უნდა გკითხოთ, როდესაც თქვენ ხართ უკვე საჯარო პირი და ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება სხვა პარტიული ნიშნის მქონე კადრების მიმართ როგორი იქნება? მე ვამაყობ რომ ქართული ოცნების წევრი ვიყავი და ვარ. მე ვამაყობ იმ გუნდით, რომელიც გუნდსაც წარმოვადგენ. ეს იყო და არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და ერთი რაღაცაა რომ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა ამ გუნდმა იმისათვის რომ დღეს ქვეყანა სხვანაირად ცხოვრობს, დღეს ქვეყანა თავისუფალია, დღეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და ხანდახან ზედმეტადაც შეიძლება და ყველაზე მთავარი რომ ადამიანებს შიში აღარ აქვს, ადამიანებს გაუჩნდათ ხვალინდელი დღის იმედი. და რაც ყველაზე მთავარია, მე ყველაფერს ვეცდები იმ გუნდთან ერთად, რომ იმერეთი იყოს ესე ვთქვათ ერთ-ერთი თითით საჩვენებელი რეგიონი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რასაც ვერ შევძლებთ, აუცილებლად ვეთქვით საზოგადოებას და რასაც გავაკეთებთ, ამას თვითონ დაინახავს საზოგადოების ყველა წევრი.
თქვენი ცხოვრების თავი მიზანი. ეს კიდევ ჩემი მხრიდან ბოლო კითხვა და ყოველთვის ვერ ჩვენ რამოდენიმეჯერ უბრუნდებით ერთი და იგივე შეკითხვა. ჩემი ცხოვრების თავი მიზანი არის ის, რომ სწორად ვიცხოვრო. ბუნებრივია, წლებიც ახლა არც ისე ახალგაზრდა აღარა ვარ, რომ ესე ვთქვათ რაღაც სხვა გარემოებებზე ვიფიქრო სადმე წასვლაზე, ქვეყნის დატოვებაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ სამი შვილის მამა ვარ. მინდა რომ ამ ქვეყანაში დავრჩა, მინდა რომ ამ ქვეყნის მშენებლობაში ჩემი წვლილი შევიტანო. და ეცადო იმას, რომ ჩემ შვილებს ვიღაცა მოთხრას, რომ აღარი მამა ყავდა, როდესაც დრო გავა ამის შემდეგ და ვეცადო იმას, რომ ვიღაცა ქუჩაში რო შეხვდება, სალამი მითხრას, კარგი და წესიერი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ თუ მოიკითხავთ, ნახავთ, რომ სადაც მიმუშავე, სადაც ყოფილ ვარ, არასოდეს არავისთან ცუდად არ დავშორებულა და არასოდეს ის ადამიანები დღესაც ბევრი მაკითხავს შეათვლიდან სხვადასხვა და მართლაც მადლობა მათთვის, რომ ეს მეგობრობა არ დავიწყებიათ, ხშირად ჩამოდიან ჩემთან და რომ ხანდახან რო ფიქრდები ხოლმე შეხვედრა რო არის რომ შეხვედრას რომ მithხოვენ რაღაცა თუ მგონია რომ ვიღაც რაღაც პრობლემით მოდის იმიტომ რომ მომილოცოს თანამდებობა ხანდახან გასაკვირია ეს ყველაფერი ამიტომ მადლობა ყველას მადლობა მინდა საზოგადოებას იმისათვის რომ ხარდაჭერა გამომიცხადა პირველ რიგში და ის ნდობა რაზეც თქვენ საუბრობთ ეხლა რომ საზოგადოებაში რაღაც კარგი ხმები დადის თქვენზეო სწორედ მადლობა ამისათვის და მე ვეცდები რომ ეს მოლოდინი გავამართლო იქნება რაღაც პერსპექტივა და რომ თქვენ იქნებით ის პიროვნება, რომელიც ბატონ გივისთან ერთად და გუნდთან ერთად შეძლებთ იმერეთში კარგი პროექტების განხორციელებას. გპირდებით მე ბატონ გივისთან ერთად, ჩვენ გუნდთან ერთად აუცილებლად შევძლებთ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას და ჩვენს ხელს აუცილებლად დავატყობთ რეგიონს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ასეთი იყო დღეს პროგრამა კოლაჟი სტუმარი სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. შევხვდით და ისევ შევხვდებით მომავალ პარასკევს პროგრამის ავტორი და წამყვანი მარია ღუფარაძე. სამთან სოსო მანანია.